მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემა, მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია საბა წიწიკაშვილი, ჟურნალისტი. მას წარდგენა არ ჭირდება, მაყურებელი ცნობს კარგად. მადლობა საბა, რომ ხართ ჩვენთან ერთად თქვენი დროისთვის. მინდა დავიწყოთ საუბარი, რა თქმა უნდა, მაყურებელსაც ვეტყვი, რომ ჩვენი ძირითადი საუბრის თემა ეს ბოლო პერიოდშიც მედიას ეხება, რეალიტის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას და ასე უბრალოდ პირდაპირ მინდა კითხვა დაგისვა, რომ მაყურებელს ავუხსნათ, მაყურებლისთვის იყოს გასაგები, რატომ სჯის კრიტიკულ თავისუფალ მედიას, რატომ ექცევა ისე როგორც ექცევა თრიალეთს და ასე შემდეგ, აი კონკრეტულად ამაზე და თუმცა რა გარემოში გვიწევს ცხოვრება, ეს კიდე მედია ორგანიზაციებს ამას თანდათან ვისაუბრებთ ამაზე. რატომ ექცევა ასე პირველ რიგში, აი ახლა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში? კი ბატონო, მოგესალმებით. მე ამ სტუდიაში დიდი ხანია აღარ ყოფილ ვარ და ამ სტუდიამ ძალიან ბევრი საინტერესო გადაცემები ამ სტუდიაში ძალიან ბევრი საინტერესო გადაცემები მომზადებულა, გაშუქებულა, ძალიან ბევრი სტუმარი ყოფილა და ფაქტობრივად გარკვეულწილად ისტორიას ინახავს ეს სტუდია. 10 წლების განმავლობაში ამ სტუდიაში არაერთი ამბავი გაშუქებულა, რომელი ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ არა მარტო რეგიონისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის და ზოგადად ეს ტელევიზია, ეხლა მე ამ სტუდიაში რატომაც მოვედი და ისიც თქმაც მინდოდა, ამ ტელევიზიამ შექმნა ისტორია, რომელიც აგერ უკვე რამდენი 30 წელზე მეტია იწერება და ძალიან ბევრი მასალა, რომელიც ბოლო პერიოდში ეტაპობრივად გამოქვეყნდა თქვენს ვებგვერდზე, საარქივო მასალას გულისხმობ. დღესაც დიდი მონდომებით, დიდი ყურადღებით ვუყურებ, ვაგვირდები და ბევრი ისტორია, რომელიც რაღაცნაირად მაშინ იყო უმნიშვნელო, დღეს ძალიან მნიშვნელოვნად ხედავთ უკვე ამ გადმოსახედიდან და ბევრი ამბავი სხვა დატვირთვა აქ ასე შეიძლება. გარდა იმისა, რომ ისტორიული დატვირთვა აქ, ასევე დატვირთვა აქ ბევრი ამბავი დღეს რაც მაგალითად ხდება, ბევრი ამბავი მაგალითად სათავეს სწორედ იქიდან იღებს და ეს ამას ქვია ერთგვარი ბექგრაუნდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ჟურნალისტებისთვის ამბავის გადაცემის დროს გამოყენება ბექგრაუნდის და ასე ვთქვათ, გარკვეულწილად დაკავშირება კონტექსტის გააზრება, ეს ძალიან გვეხმარება ეს მასალები და ზოგადად რეგიონული მედია ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა პატარა იყოს ან რაც არ უნდა დიდი იყოს, რეგიონში მომხდარ ამბებს, როცა აშუქებს რეგიონული მედია, ის არის ძალიან ღირებული და ეს რაც იქმნება, ეს არის ღირებული მასალა, ისტორიული მასალა და აი ამიტომაც ამას ხაზს ვუსვამ იმის გამო, რომ როდესაც აი ამ ხელა შეიძლება ითქვას შედეგია დადებული აი ამ ხნის განმავლობაში, ესე მარტივად არ უნდა ხდებოდეს ესე მარტივად და ესე უხეშად არ უნდა ხდებოდეს გაჩერება და პირდაპირ მინიშნება იმისა, რომ თუ არ გაჩერდები, თუ რაღაცა არ მე არ ვიცი კიდე სხვა წიაღწლები, მაგრამ ფაქტია, რომ აი ესე პირდაპირ და უხეშად ერევიან და მოითხოვენ მის გაჩერებას. ეს არის გაჩერება, როცა შენ გეუბნებიან, რომ რასაც თქვენს განცხადებებში ვკითხულობთ, ფაქტობრივად იქითკენ არის მიმართული, რომ ტელევიზიამ აღარ იარსებობს. მე იმედი მაქვს, რომ სამართლებრივი პროცედურებით, მიდგომებით, რაცაც აი ეს ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ გადარჩება ტელევიზიამ და გააგრძელებს თავის საქმიანობას. სხვა საქმეა ვის მოსწონს, ვის არ მოსწონს და რამდენად ასე ვთქვათ, მისაღებია ხელისუფლებისთვის ან მისი მოწინააღმდეგეებისთვის. წეღანაც აღნიშნე, რამხელა მნიშვნელობის რა ისტორია გამოვლელი და რამხელა მნიშვნელობის მასალებია შენახული და შეგროვებული ამ ტელევიზიაში მომუშავე ასეულობით ჟურნალისტის მიერ და მათ შრომას და მათ ასე ვთქვათ, ნაღვაწს უნდა გაფრთხილება და უნდა დაფასება ელემენტარულად. დიახ.
საბა ჩვენს რეგიონში სამწუხაროდ დაიხურა მედია ორგანიზაციები და ამის პირობებზეც ახლა ამის რის გამო დაიხურა ამ წინაპირობებზეც ხომ ვისაუბრებთ გაუქმდა თქვათ ბიუროები ცენტრალური არხების მე გულისხმობ კრიტიკული ობიექტური მედიის წარმომადგენლებს და არა პროსახელისუფლებას მაყურებლისთვის იყოს გასაგები და თქვენც გიწევთ რთულ პირობებში ქართლიჯის მუშაობა თუმცა არ არსებობს რეგიონში მომხდარი ამბავი რომ თქვენ არ გააშუქოთ ხომ და რაიმე სტატია არ დაიდოს თუნდაც ნიუსი აი ამის გარეშე სად აღმოჩნდებიან ჩვენი რეგიონის მაყურებლები და თქვენ როგორ გიწევთ თქვენს არსებობა და ეს მე მიკვირს ის რომ ხალხს უკვირთ ხოლმე ეს კანონები რატო შეგეხოთ რეპრესიულ კანონებზე გულისხმობ ხოლმე სამწუხაროდ მოსახლეობამ ალბათ ვერ გაიგო რატომ შევეხოთ აი როგორ გიწევთ თქვენს არსებობა და მედია ორგანიზაციებს და რატომ დაიხურა არა კი ძალიან ბევრს უკვირს ძალიან ბევრს უკვე და ბევრისგან გამიგონია რომ როგორ ეს კანონი თქვენს გეხებათ, როგორ ეს რანაირად და როგორ შეიძლება ეს თქვენ შეგეხოთ, დღემდე დაუჯერებელია ამის გააზრება ბევრისთვის და წარმოუდგენელიც კი არის და მე ეს უფრო მიყვის რომ წარმოუდგენელია, მაგრამ როგორც ხედავთ დადგა ეს მომენტი. მედია გარემო არის ძალიან რთული. Online გამოცემები, რომლებიც წლების განმავლობაში დამოკიდებულნი იყვნენ საგრანტო პროექტებზე და პროგრამებზე, მათ ძალიან დიდი ცოდნა გამოცდილება შეიძინეს და ვინც გადარჩა მაგალითად დღეს აი ამ ფინანსური რესურსის შეწყვეტის შემდეგ, მათ მაინც მოახერხეს გაგრძელება, მათ შორის იმ 22 მედიასთან, რომელიც გაერთიანებულები ვართ, მათ შორის ქართლის ამბებმაც და პირველ რიგში რატომაც გადავრჩით ეს არის ის გამოცდილება და ის ასე ვთქვათ ნასწავლი მიღებული ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა დახმარების წყალობით, რომელსაც საგრანტო პროგრამების ფარგლებში იღებდნენ ჩვენი ჟურნალისტები, სწორედ აი ამის წყალობით დღემდე აგრძელებენ მუშაობას, იმიტომ რომ ადამიანს გამოცდილებას და ცოდნას ვერ წაართმევ. როცა ადამიანმა იცის როგორ უნდა იმოქმედოს კონკრეტულ შემთხვევაში და გადავალ ახლა ზუსტად იმ ამბავზე, რაც მაგალითად რა მნიშვნელობა ჰქონდა ჟურნალისტის ყოფნას კომბინატის დასახლებაში მოხდა, აი ამ ამბავს მხოლოდ ჟურნალისტი თუ გადაიღებდა, იქ რაც მოხდა. მხოლოდ ჟურნალისტ შეიძლება ყოფილიყო ვინმე მოქალაქე, გაბედული მოქალაქე და ეს გადაიღო, მაგრამ დიდი ალბათობით იქ რო ყოფილიყო იმ ამბავს რო შესწრებოდა მოქალაქე, შეიძლება ის კადრები არ ყოფილიყო გადაღებული. აი ამ ჟურნალისტებს, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ და ცოდნაც აქვთ, როგორ უნდა მოიქცნენ ესეთ სიტუაციაში, მათი მოწოდება სწორედ ამაზეა, რომ ესეთი შემთხვევები დააფიქსირონ და შემდეგ უკვე რაც მოხდა, როგორი რეაგირება მოხდა, სწორედ აი ამ ჟურნალისტების დამსახურებაა. მედია გარემო არის ძალიან რთული, გითხარით, იმიტომ რომ ვინც გადაიღო ეს კადრები, ის ჟურნალისტები თავიანთი ცხოვრების დღეს დიდ ნაწილს აღარ ატარებენ მედიაში. სხვა მიმართულებით შეძლეს გარკვეული შემოსავლის მიღება, თუმცა მაინც აგრძელებენ მუშაობას. სწორედ იმის წყალობით, იმ კანონების წყალობით, რაც ბოლო პერიოდში მიიღეს. ისინი სრულ დატვირთვით მუშაობდნენ, ჰქონდათ ისევ ის ასე ვთქვათ სრული ანაზღაურება დაუშვათ, რასაც მედიაში იღებდნენ, შესაძლოა უფრო მეტი მასალები გამოევლინონ და უფრო მეტი ყურადღება მიექციათ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და ასევაც რესურსები ჰქონდეს იმისათვის, რომ იმუშაონ ამაზე. ანუ რაღაცა ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ ჰქონდეს რესურსები, საარსებო საშუალება ჰქონდეს და ამაზე იფიქრო. მაგალითად, ქართლის ამბები დღეს შეიძლება ფიქრობს იმაზეც, რომ მაგალითად ესეთი ამბავიც გააშუქოს, გამოავლინოს დარღვევები და ადამიანის უფლებების კუთხით, ასე ვთქვათ, ყურადღება მიაქციოს რა მდგომარეობა, მაგრამ არის მეორე შემთხვევა, როგორ მიიღოს შემოსავლები, ხო? მაგალითად, სკოლებთან, მაგალითად, რაღაც მცირე მეწარმეებთან შეძლოს გარკვეული სარეკლამო მასალების მომზადება და იქიდან გარკვეული მცირე, მაგრამ გარკვეული სახის შემოსავალი, რომელიც დაგეხმარება უბრალოდ ფუნქციონირებაში. ეხლა ეს ორი როგორ უნდა დააბალანსო, ამაში ხარჯება გარკვეული დრო, მაგრამ როცა გექნება იმის სრული რესურსი, რომ უფრო მეტად მიაქციო ყურადღება, უფრო მეტად შენი პროფესიული მოვალეობა შეასრულო, რა თქმა უნდა, ეს უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის. აი ესეთი ფაქტების გაშუქება
ძალიან შეამცირებს ელემენტარულად ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. რომ არ ყოფილიყო მაგალითად ქართლის ამბები, დღეს ვერ გავიგებდით რა მაგალითად რა პროცესები მიმდინარეობდა ხაშურის მუნიციპალიტეტში. როდესაც იქ ადამიანები ითხოვდნენ იმას, რომ ხდებოდა ქონების აი ესე წართმევა, დღისით, ღამით, თვალნათლივ პოლიციის თვალწინ, ჩვენ ამ რეგიონში ვინც უნდა გააშუქოს ეს ამბავი, დავჭით ჩვენ და ამიტომ ჩვენ გავაშუქეთ ეს ამბები. რო არ ყოფილიყო მაგალითად ქართლის ამბები, ვერ გაიგებდა იქ რა პროცესებიც მიმდინარეობდა, რა ცუდი პროცესებით, რა ცუდი შედეგითაც დამთავრდა ის. მკვლელობას გულისხმობ. ამას ვამბობდით, რომ ეს ამბავი მიდიოდა მკვლელობამდე, თუმცა სერიოზულად არ მიიღო ეს პროცესი პოლიციამ და საბოლოოდ დადგა ის შედეგი, რასაც ეშინოდა ერთ-ერთ მხარეს, ორივე მხარეს ალბათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდად დამთავრდა ეს იმას აი როგორი პროცესი შეიძლება იყოს, როცა არ იქნება მედია რეგიონში, ხო? რას გავიგებ? ერთია რომ მტრად აცხადებენ, ახლა გვაცხადებენ მტრად ხელისუფლების წარმომადგენლები, ხომ, ასე ვთქვათ, ცენტრალურ მაღალ დონეზე თუ ქვედა დონეზე, ასე ვთქვათ, მაგრამ თუნდაც იგივე ეს უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასე გამოდის ახლა. ამ ხრივაც ხო ეხმარება მედია, ვთქვათ, გამოავლინოს რაღაც ფაქტები და მივიდა იქამდე. ამ დამოკიდებულებას, რასაც მაგალითად მედიის მიმართ დღეს ხელს უწყობენ, რომ საზოგადოებას ჩაანერგონ და ჟურნალისტები ყოველთვის სულ ამბავს აშუქებენ და ჟურნალისტები მოკლედ რასაც აშუქებენ, როცა ამას ამბობენ, გარკვეულწილად ბევრი რაღაცა მითია, რომ თვითონვე ჩაუნერგონ საზოგადოებას, რომ ეს წარმოდგენა შეუქმნან, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ როცა ჟურნალისტი გასულა ველზე, უმუშავე ადამიანებთან, საერთოდ ეს მითები არც ახსოვთ მათ. ვიღაცა რა ეუბნება, რომ იცი რა ჟურნალისტი ცუდია და მას არ შეხვდე, არ მუშაობს ეს. ეს თვითონ ხელისუფლებას უნდა, რომ სხვაც ეგრე ფიქრობდეს, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია ჩვენ, რომ ადამიანებს გახარებიათ, რომ ჟურნალისტი გამოჩენილა მათ სოფელში და მათ დასახლებაში. როგორ თქვენ ჩვენს გამო ამოხვედით სოფელში, გაოცებულები ყოფილ, როგორ თქვენ ჩვენი პრობლემით დაინტერესდით, როგორ გვინდოდა თქვენი ჟურნალისტი, როგორ გვინდა და საერთოდ ჟურნალისტი ყოფილიყო, ამოსულიყო აქ და მართლა ესე იგი გუშინ გვინდოდაო მაგალითად ჟურნალისტის დარეკვა, მაგრამ ვერ გავბედეთო და ასე შემდეგ. ამიტომ ზოგიერთი რამე, რასაც მაგალითად პროსამთავრობო ტელევიზიიდან ვისმენთ, უბრალოდ ისვრიან ამ ფრაზებს, მაგრამ ის ძირითადად მუშაობს, როგორ არ მუშაობს ეს პროპაგანდა, მაგრამ ძირითადად მაინც როცა ადამიანებს უშუალო შეხება აქვთ ისევ ადამიანებთან, ეს მითი ქრება და რა არის ამისთვის გამოსავალი? ხშირი კონტაქტი, ჟურნალისტების ხშირი კონტაქტი ხალხთან. და ამისათვის სჭირდება რესურსი და ამაში გეხმარებოდა შენ ეს საგრანტო პროგრამები. გეხმარებოდა იმაში, რომ კარგად გაშუქებულიყო, მაღალი ხარისხით გაშუქებულიყო, ეთიკური სტანდარტით გაშუქებულიყო, ცოდნა გქონოდა და არ ყოფილიყო რაღაცა ზედაპირული გაშუქებები და აი ეს მარტო დილის მზე როგორ ამოვა, კიდევ რაღაცა ლამაზი ხედია მაგალითად. რეგიონალური მედიის მნიშვნელობაც ამ კუთხითაც უშუალოდ მოსახლეობის პულსზე გიდევს, ასე ვთქვათ, ხელი და ამით არის განსხვავება. ამიტომაც არის, რომ დიდი გამოხმაურებები აქვს ყოველთვის, როცა ესე შუქდება. კი, ძალიან კარგია, როცა მაგალითად ლამაზი ხედები შუქდება და რაღაცა ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული engagement-ისთვის სხვადასხვა გვერდები, მაგრამ ის არის უბრალოდ ესთეტიკა, მაგრამ ამბავი რეალურად მედია უნდა არსებობდეს, ამაზე არც უნდა იყოს კამათი, მაგრამ დადგა ეს დრო. სამწუხაროდ და მაყურებელმა ციცის და ახსოვ ხარ შენ ამდენი წლებია რეგიონში მუშაობ, ხო? დაიწყეთ ტელევიზიიდან, გაზეთიდან თუ ახლა საკუთარი მედია ორგანიზაცია და საკუთარი პლატფორმა გაქვს, აბა ამ პერიოდის განმავლობაში თრიალეთზეც, თქვენზეც, შენზეც როგორც ჟურნალისტზე ორგანიზაციაზე არაერთი ზეწოლა იყო, ხომ? და თავდასხმა, დიახ.
და დარწმუნებული ვარ ესენიც კარგად ახსოვს მაყურებელს და მინდა შედარება სამწუხაროა რომ შედარებაც გვიწევს მაშინ და ახლა მედია თითქოს ახლა ფინანსური მარწუხებით ცდილობს ხომ ამ ხმის ჩახსოვებას და აი ამს მინდა რომ ახსნა კარგად აი ეხლა გეუბნებიან რომ კანონით არ აქვს მუშაობის უფლება ეხლა გეუბნებიან რომ ვერ მიიღებ მაგალითად იდეა გაგიჩნდა იმისა რომ გააკეთო სიღრმისეული მასალები როგორც ცხოვრობს თუნდაც საგამოძიებო თუნდაც ელემენტარული ადამიანების ისტორიებზე გააკეთო მასალები სიღრმისეული მასალები ამაში გეხმარებოდნენ ის გამოცდილი ჟურნალისტები რომლებიც შემდეგ მომაგრებულები იყვნენ ჩვენს რედაქციებში და როგორი კარგი უნდა გამოსულიყო მაგალითად რეპორტაჟი, როგორი კარგად უნდა ყოფილიყო დაწერილი, ამაში გეხმარებოდნენ და როგორ ასე ვთქვათ, რეალურად მიგეწოდებინა ეს ამბავი მკითხველისთვის და მაყურებლებს. დღეს ამის საშუალება აღარ არის. დღეს ელემენტარულად რაც შეიძლება რომ იმ მცირე რესურსებით შეძლო, მაგას ახერხებ. აი ამიტომ ახლა შედარება რა არის? მაშინ იმის განცდა თუ გქონდა რომ ფიზიკურად შეიძლება ვინმე დაგესხეს თავს და ამაში რაღაცა მოახდინოს ეგრე ზეწოლა დღეს იმის შიში გაქვს რომ კანონით შეიძლება არ გეუბნებიან რომ ამ თავს გაგიტეხავ ან კიდევ რაღაც მაგრამ გეუბნებიან რომ კანონით ამ თუ ამას გააკეთებ თუ ამას თუ მუშაობას გააგრძელებ კანონით გაგიჭერ დღეს უკვე ეს პროცესია ანუ განსხვავება მაშინ მქონდა იმის განცდა რომ შენ რაც არ უნდა ვიღაცა ფიზიკურად დაგპირისპირებოდა და შეიძლება დაგმუქრებოდა კიდეც იმის შიში არ გქონდა რომ შენი მედია გაჩერდებოდა იმიტომ რომ ზურგი გქონდა შენი მედია არასამთავრობო სექტორი იყო ბევრი ჟურნალისტი იყო საზოგადოება აქტიური იყო აი ამის ზურგი გქონდა და ძალიან ამაყად და მარტივად მუშაობდი დღეს ზურგი რა არის შენ ყველა გაჩერებულია, ყველა არა თითქმის ყველა გაჩერებულია, ვინც არ არის გაჩერებული თულად, მაგრამ მაინც მუშაობს და ეს სიტუაციაში უკვე მაგალითად რომ გეუბნებიან რომ აი ამ კანონით ცდილობენ რომ შენ მიგიყვანონ იქამდე რომ მოგედავონ კანონის დარღვევაში. აი აქეთ მიყავთ ეს ამბავი და ცდილობ რომ ეს პროცესი გაიგო შენ რომ არ დაარღვიო კანონი და თუ დაარღვე ბუნებრივია მე გეუბნებია რომ კანონი დაარღვია კი ბატონო საბა აქ ხო ცალსახარო ეს არის შერჩევითი სამართალი თრიალეთს ჩვენ ვითხოვთ გადანაწილებას ამ დავალიანების ასე ვთქვათ და სხვა მედია ორგანიზაციებს თვითონ პრემიერი ამბობს ამას ეთერში რომ შეღავათები აქვთ თუ ზოგიერთ მედია ორგანიზაციას გადაუნაწილდა. აი ამ ფორმითაც ცდილობს ხო ასე ვთქვათ მარწუხების მოჭერას აი რას ფიქრობთ შერჩევით მედიებზე მიდგომა ამ კუთხითაც ინფორმაციის მოპოვების კუთხითაც აი ამ ხრივ რა ხდება რომ ნათელია რომ როდესაც მაგალითად ტელევიზიებს ავიღოთ როსტავი 2 TV იმედი ისეთი ტელევიზიებს რომელის მიმართ ხელისუფლება დამოკიდებულია ლოიალურად და მათი ვალების ზოგჯერ არათუ გადანაწილება არამედ ჩამოწერაც კი ხდება ასეთ ვითარებაში როდესაც მეორე ტელევიზიას უარსებობნები თუნდაც გადანაწილებაზე წერას არც არავინ არ ითხოვს როგორც ვიცი უბრალოდ გადანაწილებას და უპირატესობას პრივილეგიას არ ვიცხოთ არასდროს დიახ ამას როცა ამას აკეთებ ბუნებრივია აქ ჩნდება შერჩევითობა ბუნებრივია ეს აშკარა სახეზია ამას ეს უკვე ამ ქმედება რომელიც უკვე აღარც კითხვის ნიშანსაც კი აღარ აჩენს ფაქტია რომ ეს შერჩევითად ხდება რატომ ხდება ეს აღნიშნეთ რომ ის ტელევიზიები რომლებსაც დღეს ცნობილია როგორც სამთავრობო ტელევიზიები მათ ესე იგი ჭირდებათ ისინი ესე იგი ისინი კარგად ექცევიან და ამიტომ მათთვის პატიობენ მათთვის საბა მედიასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება როგორ მთავრდება ხოლმე ხშირად იცი როგორ არის დაპირისპირება ასე ვთქვათ ბრძოლა დღეს ფაქტობრივად ბრძოლა არის იქითკენ რომ რაღაცნაირად გაგაჩერონ და
ეს ბრძოლა გამოიხატება ხან კანონების მიღებაში, ხან აგერ სოციალურ ქსელში ტროლბოტების ქარხნების შექმნის შემოსევაში, ლანძღვაში, ჟურნალისტების დამცირებაში და როგორ გაიძულებდა მუშაობა შეწყვიტა და ეს იქნება ყოველთვის როგორც ხედავთ კიდევ კარგი ხანი იქნება ეს, მაგრამ თავარი რაც არის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ადამიანებმა აი ამ ფაქტებით რაც წეგან საუბრობდი, კიდევ ერთხელ თავიანთი მხარდაჭერით, თავიანთი და ამას ხანდახან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა დაინახავენ რომ კონკრეტულ თემაზე ადამიანების რეაქცია გამოიხატება და ხან მხარდაჭერის წერილები მოდის და ხან კიდევ აკომენტარებენ და ასე ვთქვათ, ესეთი რეაქციების გამოხატვა ძალიან ეხმარება მედიას. და იმედი მაქვს რომ ეს გაგრძელდება. ეხლა კიდევ თუ რამე კანონი არ მიღეს იმისა რომ Facebook-ზე რაიმეს დაპოსტა შეიძლება იკრძალოს, მაგრამ დღეს იმედი გვაქვს რომ საზოგადოება გააგრძელებს, ხა ბევრს აღარც უნდა ეშინია იმისა რომ რომელიმე მასალაზე დააკომენტაროს მხარდაჭერის პირად საუბრებში უთქვიათ საბა ჩვენთვის ხომ ეს და ამით მაინც აჩვენონ საზოგადოებამ ამით მაინც აჩვენოს ხელისუფლებას რომ ისინი მედიის გვერდით არიან. ეს შეიძლება ბევრ შემთხვევაში გადამწყვეტი არც იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, როცა ამას ხელისუფლება ხედავს, ამ მხარდაჭერას, ამ აქტიურობას, თუ რომელიმე გვერდზე ხალხის აქტიურობა ჩანს და ჩანს რომ იქ საზოგადოება ჩართულია, იმედიის მიმართ ხელისუფლება რაღაც გარკვეულწილად ცვლის ხოლმე დაბიჯებს და შეიძლება ამანაც რაღაცნაირად უშუალოს, მაგრამ ჩვენ ჩემთვის პირადადაც პირად საუბრებში თუ მოწერებში ვთქვათ, რომ აი ლაიქითაც ვერ ვალაიქებთ თუნდაც თრიალეთის მხარდამჭერ განცხადებებს თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ მათ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ და გვინდა არ მინდა სამწუხარო დათესეს შიშიც. არიან ადამიანები, რომლებსაც ამ კუთხით დასაკარგი არაფერი აქვთ, მაგრამ სუსხი აქვთ რაღაც, ხო? სამწუხარო. ურთიერთობაზე დამოკიდებული ჟურნალისტი როგორი ურთიერთობა ექნება საზოგადოებას თუ მედია ხშირად დაინტერესდება საზოგადოების პრობლემით დაინახავს და ეს უპირობაც იქნება და სამაგიეროსაც მიიღებ. კი ბატონო, საბა ეს სოციალური ქსელის კონტროლი, ახალად შექმნილი განყოფილება, ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა შეიძლება დავარქვა, არ ვიცი, თუ საჯარო სივრცეში ვინმე შეურაცხყოფა, რასთან გვაქვს საქმე, სხვა სტუმრებისთვისაც დამისვავს ეს კითხვა, რომ ეს არის ცენზურა, ხო? ერთგვარი ძალიან ბევრი რეგულაცია უნდა ქონდეს ადამიანს, რომ ცხოველებისგან იმიტომ განსხვავდები და საზოგადოებაში იმიტომ ხარ, რომ რაღაც წესებს ვემორჩილებით, ხო? ძალიან ბევრი შეფასება გაკეთდა, კი ამ კუთხით ბევრის მოსაზრებაც წავიკითხე სხვათა შორის და ამ მიმართულები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რა მიმართულებას მისცემს ხელისუფლება, როდესაც მაგალითად ვებგვერდზე ან კიდევ ახალ ამბავის ქვეშ რისთვის დასჭირდა ეს არის მთავარი, ხო? როგორ მიმართულებას მისცემს ხელისუფლება, თუ ადამიანი ვინმეს ემუქრება და ამაზე რეაგირება საჭირო, რა თქმა უნდა, ეს ამას კანონი არ სჭირდებოდა, ეს ისედაც უნდა მომხდარიყო და ხდებოდა კიდევაც ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ ამ კანონის მიღებამდეც ბევრ ადამიანს მიუმართავს სამართალდამცავი სტრუქტურებიც, რომ ვიღაცა კომენტარებში შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება კიდევაც. ამას არც უნდა ჭირდებოდეს კანონი, არც ჭირდებოდა პრინციპში და ესაც უნდა იყოს ახლა დანაშაულია. მაგრამ თუ ეს მიმართულება მისცემს იქითკენ, რომ მაგალითად გაჩნდა იმის საფრთხე, რომ პასუხისმგებელი გახდება ის პოსტის ავტორიც, ბუნებრივია ამ შემთხვევაში სახიფათო მიმართულებაა და შეიძლება ელემენტარულად ადამიანმა შეწყვიტოს რაიმეს დაწერათ, რომ მისი კომენტარების ქვეშ არ მოხდეს რაღაცა შეურაცხყოფელი კომენტარების გამოქვეყნება. აი ეს საფრთხეც შეიძლება იყოს, ან შეიძლება თუ აქეთ მიტის, ან შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ საბოლოოდ ისევ პოსტის ავტორის პასუხისმგებლობა დადგეს. თუ ეს მოხდება, ბუნებრივია, თუ ეს და ამის საშიშროებას
ხედავენ წინა ისტორიებიდან გამომდინარე, შესაძლებელია რომ იქითაც წავიდეს, საერთოდ აღარავინ გახდეს არც ინფლუენსერი, არც პოსტის გამოქვეყნებელი, არც ახალი ამბავის ბატონო მივიდეთ ამ რეალობამდე. სამოქალაქო საზოგადოების როლს როგორ ხედავს საბა თუნდაც იმაში რომ ერთია რომ გააქრეს თქვათ ეს არასამთავრობო სექტორი, მაგრამ ეს ადამიანები ხო დარჩნენ როგორც მოქალაქეები სამოქალაქო საზოგადოებას, ამიტომ ვამბობ. თუნდაც რეგიონში მედია იხურება, ხმას არ იღებენ გარკვეული ნაწილი, თუნდაც პოლიციელების მხრიდან აგერ ნახეთ თქვენი პლატფორმით გამოქვეყნებული საშინელი კადრების შეფასება ამ შემთხვევაში არ გამიჭირდება, როდესაც ორ მოქალაქეს ცემდნენ. დიდი ნაწილი გაჩუმებულია. ის რაც ჩვენ თვალწინ ხდება, იმაზეც გაჩუმებული არის. აი აქ როგორ ხედავ მათ როლს რა ვფიქრობ? მათი როლი მე კონკრეტულ ადამიანებზე არ ზოგადად ვამბობ და აქტიური მოქალაქის ზოგადად. ზოგადად, როდესაც აქტიური მოქალაქის ერთი პერიოდი იყო მაგალითად აქტიური და მე აღარ არის აქტიური. ბუნებრივია ხა ამას თავისი მიზეზები აქვს და ბევრი მიზეზი ცნობილია კიდევაც და რატომაც არ იღებენ ხმას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხო არ იკარგება ეს არც ის ადამიანი იკარგება და არც მისი დამოკიდებულება იკარგება. სადღაც შეიძლება ის გამოვლინდეს, ხო? ამიტომ და ეს ზოგადად ესეც არის მოწყობილი საზოგადოება, რომ რაღაცა რო ხდება, იმის კიდევ რაღაცა საწინააღმდეგოც ხდება. ამიტომ, როდესაც ეუბნები ადამიანს, რომ შენ არ უნდა ელაპარაკო, მას აქვს გარკვეული რეაქცია, რომელსაც ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ არსებობს. ამიტომ მე ფიქრობ ასეთ რამეს, რომ შეიძლება ეს ხალხი, რომელიც დღეს გაჩუმებულია, თავიანთი ან პროტესტი, ან კიდევ დამოკიდებულება გამოხატონ სხვა მიმართულებით. შეიძლება ვიღაცამ გააკეთოს სხვა საქმიანობით გამოხატოს ამის. მე მაინც ამის იმედი მაქვს, რომ ესეთი ადამიანების ხმა არ გაქრება. შეიძლება გამოხატონ მაგალითად რაც ახლა ძალიან რთულია ესეთ კანონების პირობებში ნორმალური არჩევნების ჩატარება, მაგრამ რაღაცა ადამიანების კატეგორიამ თავის პროტესტი გამოხატოს მაგალითად არჩევნებში დროს და ხმა მისცეს იმას, იქ ხო არ ჩანს რეალურად, ხო ასე არის, რომ არ ნაჩანდეს, მათი ხმა ფარულია, იქ გამოხატონ. ამიტომ მე ამ შემთხვევაში ოპტიმისტურად ვარ ხოლმე განწყობილი, რომ შეიძლება დღეს ხმას არ იღებს, მაგრამ მას უნდა რომ ხმა მოიღოს დაუშვათ, მას უნდა რომ რაღაცით გამოხატოს. შეიძლება ნახატი გააკეთოს, აგერასაც ჩვენ ვხვდებ და ამით გამოხატოს პროტესტი და ესეთი ფაქტებიც ხდება. ამიტომ იმედი მაქვს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ყოველთვის იყო აქტიური და დღეს შეიძლება არ ჩანან, არსებობენ და მათი პროტესტი, მათი ხმა გამოვლინდება. საბა გადაცემა დასასრულს უახლოვდება, რას ეტყოდი შეს კოლეგებს, რეალიტის გუნდს, აი ამ ჟურნალისტების ზოგადად გორის მუნიციპალიტეტი და საერთოდ გორი ძალიან აქტიური იყო ყოველ შემთხვევაში. სამოქალაქო საზოგადოება არსებობდა, ბევრი ჟურნალისტი მუშაობდა, დღესაც დარჩნენ, დღესაც მუშაობენ და როდესაც გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი რა გჭირდებათ მაგალითად, რომ იმუშაოთ, რა გჭირდებათ, რომ მუშაობა გააგრძელონ, რაღაცნაირად მოვახერხებთ მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ხალხიც შენ არ ჩუნდეს, იმ ხალხმაც გააგრძელოს მუშაობა, რომლებიც მანამდე მუშაობენ. ამიტომაც იყო, რომ ბევრი ამბავი ცნობილი ხდებოდა გორისში მაგალითად, ბევრი ისტორია გაშვებულა, ბევრი ასე ვთქვათ სტატიები გამოქვეყნებულა და ყველა ხედავს, რომ გორი აქტიურია და სწორედ ამ ხალხის გამო არის, რომ სულ გორზე რატომ უნდა იწერებოდეს ბევრი ყოფილა ესეთ გამოხმაურება. იმიტომ რომ აქტიური იყო ყოველთვის მედიაც და სამოქალაქო საზოგადოებაც. იმედია რომ ეს დრო დაბრუნდება. დიდი მადლობა საბა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. შენი დროისთვის.
საინტერესო შეფასებებისთვის. მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები.